ფუშტა და რო ვერ გავაკეთეთ. ერთიც არ არის. მადლობთ. კი ბატონო. ეხლა მთავარი კითხვა. ვინ არიან ძირითადად თქვენი კონკურენტები და გიწევენ თუ არა ისინი ჯანსაღ კონკურენციას? უყურე, თუ ბიზნესში ხარ, თუ ბიზნესი გესმის და თუ ბიზნესი გიყვარს, კონკურენტი უნდა ყავდეს. მაგრამ ისეთი კონკურენტი არ უნდა ყავდეს, ბიძა თანამდებობის პირი ყავს და რამენაირად უნდა ის გავაჩეროთ, იმიტომ რომ მე ვერ ვყიდი მანქანას. შენ იმიტომ ვერ ყიდი მანქანას, რომ გუშინ ყიდიდი ლიფჩიქს. დღეს ყიდი ავტომობილს, ესე არ არის. ავტომობილს როცა ყიდი, ის ავტომობილი უნდა იცოდეს. უყურე როგორ არის. ჯანსაღ კონკურენციას არაფერი არ ჯობია. რატომ? ხარისხი იზრდება მისი. მაგრამ კაცო, შენ ეს შენი ბიზნესი არ არის. შენი საქმე არ არის. როცა შენი საქმე არ არის, ხელი არ მოკიდო. გელა ბარკალაიას არ შეეძლო, რომ სამშენებლო ბიზნესი დაეწყო. ან მითხარი, რომელი ბიზნესი გინდა დავიწყო და რომ არავამუშაო, ან არ უხელმძღვანელო. მაგრამ სხვა ბიზნესი არასდროს არ გამიკეთებია. მთელი ჩემი ცხოვრება ავტომობილის ზეთი, საბურავი და მასთან დაახლოებული ისინი ბრენდები რა, ვთქვათ, ავტომობილთან დაახლოებული რაღაც აქსესუარები და ასე შემდეგ. სხვა ბიზნესი არასდროს არ გამიკეთებია, ავტომობილების გარდა არც ვაპირებ და კონკურენტი მათემოტორს რო არ აყავს, შენც ისი და მთელმა საქართველოს, მაგრამ მაინც ჩასაფრებულები არიან ჩვენ გვესმის. მაგრამ მგონია რომ ჩასაფრება არ ვარგა. იმიტომ რომ არაკაცურის აქციელია, უღირსის აქციელია, პირდაპირ ჯობია კარგი ავტომობილი მოიყვანო და გაყიდო იაფად და ის მომხმარებელი შენთან მოვა, ჩემთან არ მოვა. ჩემთან რატომ მოდის? იმიტომ მოდის რომ ჩვენგან ავტომობილი ვინც იყიდა, ჩვენ თან გადავყვებით. და მეორე ეუნება, მესამე ეუნება და ეს არის ბიზნესი. მადლობთ. ქუთაისში პირველად ქართულ ისტორიაში გახსენით ავტოშოურუმი და რას ფიქრობთ, რამდენად გაამართლა ამ წამოწყებამ ამ მოკლე პერიოდში, როგორ შეაფასებდით? უყურეთ როგორ არის. არის რომ ადამიანები ყიდულობდნენ თბილისში ავტომობილს. მაგრამ ხო იცი, ზოგჯერ უჭირთ ჩამოსვლა და ვიფიქრე რომ ეს აუცილებელი იყო ქუთაისში გამეხსნა და დაჩქარებული წესით. აი ამ მოკლე დროის განმავლობაში ისტორიაში არასდროს ქუთაისში არ ყოფილა